ხვალ 1 მაისია შრომელთა დაცვის და ბრძოლის დღე. ჩემი ხმა ეხლა ცოტა ყველა მიხვდება რატოც არის ამ დღეში, მაგრამ კარგად მინდა გაიგოს ყველა. თუ კი საქართველოში დღეს რომელიმე მშრომელს დაცვა ჭირდება და მათთან ერთად ბრძოლა ჭირდება, ხვალ ეს უნდა მოხდეს ჭიათურაში. ჭიათურელი მშრომელები არიან დღეს ყველაზე დაჩაგრულ და უსამართლო მდგომარეობაში. ჭიათურაში 4 მშრომელი უსამართლოდ არის დაჭერილი. ჭიათურაში 6 მშრომელი შიმშილობს და თუ ვინმეს ეს ყველაფერი გულთან ვერ მიუტანია, თუ ეს ყველაფერი კარგად ადამიანურად ვერ გაუაზრებია, მაშინ მას არავის დაცვა არ შეუძლია. არაფრის მიმართ სინანული, არაფრის მიმართ ნუგეში, არაფრის მიმართ არ ქონია სოლიდარობა. ამიტომ ხვალ 1 საათზე ჭიათურაში ყველა, არა მარტო ჭიათურელები, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა მოვიდნენ და დადგნენ იმ შრომელების დასაცავად, რომლებიც დღეს არიან ყველაზე მეტად დაჩაგრულები, ყველაზე მეტად დიდ ბრძოლაში. 62 დღეა ბრძოლაში არიან ჭიათურელი მაღაროელები. ქალაქია მთლიანად ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, ხვალ მნიშვნელოვანია ყველას თანადგომა და აკყოფნა. იმისთვის რომ გადარჩეს ქალაქი, იმისთვის რომ შრომელებმა დაიბრუნონ ღირსეული პირობები, იმისთვის რომ ბიჭები, რომლებიც დაკავებულები არიან, დაბრუნდნენ სახლებში და ეს არის უპირობო მოთხოვნები. ბიჭები, რომლებიც შიმშილობენ 2 მათგანი დაკავებისას იზოლატორში შიმშილობენ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოთხოვნით, რომ უმაღლესი ხელისუფალი შეხვდეს მოსალაპარაკებლად, შეხვდეს მოსასმენად ადამიანებს და არა იმისთვის, რომ გაგვათავისუფლეთო. ეს არის თავდადების მაგალითი, ეს არის ვაჟკაცობის მაგალითი და თუ ვინმეს ამის სოლიდარობის გამოხატვა უნდა, ხვალ უნდა მოხდეს ეს ჭიათურაში. ხვალ უნდა დაუდგეთ მხარ და მხარ, რომ ეს ოჯახები არ გაიწიროს. ეს 4 ადამიანი არ უნდა დარჩეს ნუგეშის გარეშე და თანადგომის გარეშე, რადგან ესენი არიან პატრიოტი ქართველები, მშრომელები, ღირსეული და წესიერი ხალხი. უსამართლოდ დაკავებულები, პროვოკაციას შეწირულები, თავის ქალაქის სიყვარულ შეწირულები, ისევ ყველა დასაქმებულის უკეთესი ხვალინდელი დღის შეწირულები და ყველა მაღაროელი აქ უნდა იყოს, რადგან ეს ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ყველას ქონოდა ღირსეული სამსახური ხვალ. ყველა ჭიათურელი უნდა იყოს აქ, რადგან ეს ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ ჭიათურას ქონოდა უკეთესი მომავალი ხვალ და დღეს ჭიათურას უღელი დაადეს. დღეს რაც მოხდა, რამდენი პოლიციელიც შემოასიეს ჭიათურას, ზუსტად ესკმარო და იმისთვის თუ რას უმზადებენ ხვალ ამ ქალაქს, რას უმზადებენ მაღაროელებს, როგორი რეჟიმით უნდა ამუშაონ მშრომელები და რა მძიმე უღელიც უნდა დაადონ ქალაქსაც და მშრომელებსაც და თუ ვინმეს ამ ყველაფრის გაპროტესტება უნდა, თუ კი ვინმეს ამის წინააღმდეგ სოლიდარობა უნდა გამოხატოს და დაიცვას ჭიათურა და დაჩაგრული მშრომელები, ხვალ 1 მაისს 1 საათზე უნდა ვიდგეთ ყველა აქ და მადლობა წინასწარ ყველას. მოგლეთ, მოგესალმებით ყველას. ხვალ იწყება ბრძოლა, უკომპრომისო ბრძოლა. 1 მაისია ხვალ და აქედან გამომდინარე მშრომელთა დაცვის დღეს ისევ და ისევ უნდა ვიბრძოლოთ შრომის უფლებების დაცვაზე, ისევ და ისევ უნდა ვიმაღლოთ ხმა, ველოდებით ხალხს, როგორც ჭიათურაში მშრომელებს, ასევე თბილისიდან ხალხს სოლიდარობისთვის, ასევე ტყიბულიდან ხალხს ველოდებით. ამიტომ ყველანი მობრძანდით აქციაზე, ერთად ავიმაღლოთ ხმა, ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქი და შევქმნათ პრეცედენტი იმისა, რომ ჩვენი ქალაქიდან დაიწყოს მთელი საქართველოს გამარჯვება, ყველა მშრომელი ადამიანის გამარჯვება.